დღევანდელ ვიდეოში 24 საათის განმავლობაში შევასრულებთ ქვენს მიერ მოცემულ დავალებებს. ხოლო პირველი დავალება სწორედ არის ნაყინის ჭამა თაწმინდაზე. რომელსაც მე კოზი ეს ადგილზე მაქვს შენახული. გებრიელია სხვადასხვა. ხოლო რაც შეეხება დანარჩენ დავალებებს, წინ გველოდება ძალიან საინტერესო დავალებები. ნამდვილად ორიგინალური გამომწერები მიყავს, მინდა აღნიშნო და კომენტში დავპოსტე რომ დაგეწერათ ჩელენჯები, რასაც შევასრულებდი შემდეგი 24 საათის განმავლობაში. ძალიან ბევრი საინტერესო ჩელენჯი დაიწერა, თუმცა ყველაზე საინტერესოები ამოვარჩიე და ძალიან სახალისო ვიდეო გველოდება წინ. მართლა კაი ნაყინია. თუმცა სალამ ვიდეოზე გადავალთ, მინდა გითხრათ რომ არხი გამოიწევ და ვიდეო დაალაიქოთ, ჩვენ ავიდეთ 100.000 გამომწერზე, ასევე Instagram-ზე დამოფოლოვეთ, რათა არ გამოგცეთ მეტი ყოველდღიურობა ჩემს შესახებ, ჩვენ კიდე დავიწყოთ. ჩვენი შემდეგი დავალება არის ის რომ უნდა ავიდეთ ეშმაკის ბოლბალზე და უნდა დავძლიოთ სიმაღლის შიში. ძალიან ადრე ვარ ნაჯრომი ეშმაკის ბოლბალზე, ასე რომ სიმართლე გითხრათ აღარ მახსოვს როგორია. ხო და აი ავირე, ჩავირცხა ბარათზე და მე და ჩემი ოპერატორი ავალთ ზევით. ნუ ეს ხარ თუ ისე მაღალი არ არის რა, ხო ხდებით. წესი და რეგეთ უნდა გამიმარტივდეს რა. საბაგიოთი ამოვედით თანაც, ასე რომ უფრო გამიმარტივდება. მოკლედ მეგობრებო, ახლა დავჯექით ეშმაკის ბოლბალში. მინდა აღნიშნო თბილისი არის ძალიან ლამაზი. რაც შეეხება სიმაღლის შიშს, ნუ სიმაღლის შიში მე ბავშვობიდან მაქვს ზოგადად, ესეც ადგილებში დაждდომას ვერიდები ხოლმე, მაგრამ ნუ ხარ რადგანაც თქვენ ესეთი დავალება მოითხოვეთ და რადგანაც არ იშლით, სხვა რა გზა მაქვს. ჩვენ ნენელა ზევით მივიწევთ. ოიმე, ბიჭო. აი, მე როგორც ვიცი, ამას სადღაც 5 წუთი უნდა რომ სრულიად დატრიალდეს რა და. ჯერ ნახევარიც არ გვაქვს გავლილი. აგიდო ჩავარდით, ბიჭო. ნუ იცი ხარ. ოუ, ძალიან მაღალია, ძმა. ანუ თან ეს დაჟე საბაგიროზე მაღალია. აზე ხარ? ანუ საბაგიროდან რომ ჩავარდე, კიდე ხო და აქ რო ჩავარდე, პიზდეც. ოიმე, რა ხდება? გავჩერდით? არა, მივდივარ, მოიმე. ანძა არის ყველაზე მაღალი წერტილი. მანდაც ავალ მეგობრებო აუცილებლად, ნუ დღეს არა და ამ ვიდეოში არა, მაგრამ ერთ ვიდეოს გავაკეთებ ანძის ტურს, ან რომელიმე ვიდეოში უბრალოდ ავალ ანძაზე. ხანაობს ბიჭო. ბიჭო, რა მაღლა ვართ, თან ძალიან ნელა მიდის მეგობრებო და უცნაური შეგრძნება. გონია რომ არ მოძრაობს რა. მაგრამ მაინც მოძრაობს. სო, ჩავდივართ მეგობრებო. არა, არ სწორებს, სიმაღლის შიში დავძლიე. ნუ ყოველ შემთხვევაში გული არ წამივიდა. დაძლეულია მეგობრებო სიმაღლის შიში. როგორი შეიძლება იყო ბატონში. აუ ეს პაპარაცია მომშორდეს რა. მეგობრებო, ნახეთ, საეჭვო კაცი ვიპოვე. რა ხარ მოკითხვა? ოიმე რა ხელახმა წავედით. მოკლედ შემდეგი დავალება არის ძალიან რთული ჩემთვის. იმიტომ რომ ზოგადად ძალიან დიდი social anxiety მაქვს და სახალხო ადგილებში რაღაცა ეკეთება მიჭირს და ეს ვიდეოს გადაღებაც არ იყოს უხერხულია ჩემთვის ჯერ კიდევ. ხო და ეს დავალება მეუბნება იმას რომ ვიღაც random გოგოებთან უნდა მივიდე და აზიდვების კეთება უნდა დავიწყო პროსტა ეს random-ზე რა. არ ვიცი როგორ მოვახერხებ. მართლა. აი გოგოების ადგილზე წარმოგიდგენთ თავი ზიხარ პროსტა შენთვის რა. ვიღაც ტიპი მოდის აზიდვების კეთებას იწყებს და მიდის. და ვიბოდიალებთ ამოვარჩევთ სხვა ერპლს და შევასრულებთ ჩენს რა. წავით. კარგი, მოკლედ იქით დავინახეთ ცოტა ახალგაზრდა მანდილოსნები, ისეთები რომ არ მცემონ რა. ნუ არ ვიცი ხა რამდენად მხედავთ ან რაღაცა, მაგრამ ვიპოვეთ სხვა ერპლები. მე აქ ხა წრეს დავარტყავ პატარაზე და მივალ და ეგრევე აზიდვების კეთებას დავიწყებ. რომელ ხარს მივდიოდი? აქეთ ხო, კაი, მადლობა. ოღიჩები. კაია ცხოვრება რა. დადიხარ პროსტა. აჯიმანიებს აკეთებ რაღაც. როგორთან? და ესე რა. რავი, შესრულებულია მეგობრებო. შესრულებულია ძალიან მარტივი იყო, მინდა აღნიშნო ესეთი არაფერი, თან მეგობრები ქართველები არ არის. მეგონი ვიმსახურებ გამოწერას, ხო, ბიჭებო? დააჭე გამოწერის ღილაკს, მაგრამ რას მიყურებ? რომ მიყურებ და იცინი ხარ. ქვემოთ, subscribe. ლიჯი. შემდეგ ჩელენჯის მიხედვით, ესე იგი, რომელიმე იუთუბერს უნდა შევეჯიბრო შაურების ჭამაში. მოუყვანე ადამიანი, რომელსაც უყვარს შაურმა, გიყვარს. არა, მომზადეთ. გამარჯობა. გამარჯობა, როგორ ბრძანდებით? კარგად. ესე იგი, ახლა მე უნდა შენ შეგეჯიბრო შაურმის ჭამაში. ბიჭო, მე მაინტერესებს ზომა-ზომაზე უნდა შევეჯიბროთ? ანუ შენც ერთი, ანუ შენ რა ზომა. შანსი არ აქვს ეგრე, რა საშუალო სტანდარტული კი არა, რა ხიათსა უნდა აიო. რამდენი კილო ხარ? 70. მე ვარ 92. მერე? რა მერე ბიჭო, თან თქავ. მე მაგას აქ მუღავ. თუ მომიგე რა უნდა ვქნა? შენ არაფერს არ აკეთე, მაგრამ მე თუ შენ რა შვები? თუ წავაგე 20 ლარი უნდა მოგცე. 20 ლარი? იმენა მაყუჩი ვიცითები. რა 20 ლარი, მაგრამ რამდენი რაღაც იზო, მაგალითად ეს შაურმა შეჭამ. ხო, იქვე დაამატებ.
ბიჭო, არა, არ მინდა 20 ლარი. კაი, მოდი მაშინ ასეთ რაღაც გავაკეთებ. თუ მე წავაგე, ვინმე გავაჩევ, კითხო, ჩემი აქეთ ხება გამოწერილი. ბაზარი არა. 20 ლარს მივცემ. ბაზარი არა. შეთანხმდით? ბაზარი არა. წავით, ახლა ვჭამოთ. წამო. შენ დიდი შეგიცვალე ეს? ხო, მე მგონი დიდი შენ. კაი, ფორა მაქვს მაშინ რა. უცხო ჭამს ელოშა, მაგრამ სოუსიანი მოგვიტანეს რა და. დაიკიდეს, ყველაფერი დაიკიდეს. დავიწყეთ უკვე. აი, ვინც პირველში ჭამს ის იგებს. ეს გამიხსენ შენ. 3, 2, 1. ახლა ჩემიც უსო გაიჩნდა მეგობრო. ეხლა მივხვდები რომ მაგის ჭამა ეგეთი მარტივია არა. ვიდეო დალაიქეთ ვიდა. აუ მე მგონი ვაგე. მე დიდი ხმები მაქვს ვიდეო. თან ცოტა ხმები მაქვს. შენ ხა ხო სპეციალურად ჭამ. ეს რო სტრაფად მოჭრა. მე ესე ვჭამდი. უპს. თუ დანში იუთუბერების ისა დაილია. ბენის არ ვიპოვო ბენი. რატი ახლა? ბენის ინსტაგრამზე არ ყავარ და ბენი ამოვიდოს თუ უკვე დამაფოლოვე რა პონტი. შენ მოვიყევი ხა მაფიაში რა ხდება ხოლმე. არ წაფერი. რა რომელ მაფიაში? იმა თამაში თუ ასე? აა. თამაში მაგრა ავტორი. შემიყვარდა ძალიან. შენ და ლენკა რამდენი ხანი ერთად ხარ? მაბაზი. გიჟია. მე ღირს რო შემიძლია ლაპარაკი შეშემა. მილები ისე მაქვს დაჩეხილი რომ ლაპარაკო მესი ელდება და იწება მაინც. აუ რა. ეს გადააგდე და მომიგებ. წავაგე. აი ბარემ ჩვენ წენება გიდერეზიან ბავშვები. ხო არა ის კეპკიანი ბიჭი უეჭველი ცნობს რა აქედან. ხო მეც ვიცი წერო მომესალმა კიდევაც და შენს გიცნო რა ყველა ვარიანტი. ჩემი აქ გამოწერილი გაქვთ? პირველი რომელმა გამომიწერეთ. აი ერთი წამი და მეოდე. აი მე შაურმის ჭამა წავაგე ელოშასთან. ხო ჩემი გამოწერის მიმეცა 20 ლარი, ხო და ახლა გავუბათ. მადლობა. არაფერს. წავით. ხო იმ კეპკიანს მიეც. კი. აი ხო გეუბნები. იმ კეპკიანმა პირველი გამომიწერეო. ეხლა მისმენთ მარტო მე რა, ჩერი დაივიწყეთ რომ ჩერის არხზე ხართ რა. ჩერი უნდა ავიდეს ასკაზე რა. ხო, აი ამ ადამიანმა უბრალოდ ითხოვა რომ რავი, პროსტა ვიდეოში გამომაჩინეო, ჩემ ჯერ დაუწერია და ხა გამოგაჩინე გულო. გამოუწერები და რენდომ კომენტარს ამოვარჩენ ხოლმე და ამოვაჩენ ეკრანზე. გამოაჩინე. ასე გამოიწერეთ, თქო, აუცილებლად გამოწერილი. აუ ე კაია, მაგას მეც ვიზამ ჩემ არხზე. ნახეთ მომბანძა რა, კოპიკა. ეგრევე ძმა, ეგრევე. აი, მარტო ჩემი და ის იქნება ეს. მარტო მე და შენ გავაკეთებთ ამას. ბაზარი არა, ერთიც არის რენდომი, სულ ყოველ იმას. всё, გადავიდეთ შემდეგ ჩელენჯზე. მოკლედ მეგობრებო, ბურთი ვიყიდეთ, სულ ახალია. მოვედით სტადიონზე და პირველი ჩელენჯი რა სტადიონზე არის, უნდა ავკენწრა 7 ჯერ. ანუ კენწრა არ ვიცი და პლუს რამაცვია. ამით როგორ უნდა ავკენწრა არ ვიცი, მაგრამ ბატონი ნიკა დამეხმარება სკარლეტი, რომელიც ყოფილი ფეხბურთელია. გამარჯობა. მოგესალმებით. კენწრა რა მიხსნას უ შეგიძლია. მეც არა ვარ ამ საქმეში პროფესიონალი, მაგრამ რო დაარტყავს შენსკენ დაატრიალდეს ცოტა იცოდა რა, აი ასე რა. და არ გაგიქცევა და ფეხი დაასვენ დაბლა და. პროფესიონალი არ ვარ, კენწლის. და 7 უნდა ავკენწრო. ხო. ცოტა. ეგოი დავერხა. ვაიმე დედა. რა გვთამაშობდი მეგობრებო მთელი ცხოვრება რა ის ფეხბურთი. ვაიმე დედა. აია? არა. აია? არა. ვერ ვიწვი. აი მიდი ბოლოს და უნდა გამოგიგდეს. ოპა. ზაღო. რა უცებ სწავლო მოკლედ რა. ოჩი. ეს კარგი მასწავლებელი მყავდა და მაგის ბრალია თორე. მადლობა. აბა ისე როგორ. შეგიძლია წახვიდე. კაი ხო ხუმრო. მაგრამ მაქვს არის შემდეგი ჩელენჯი. შემდეგი ჩელენჯის მიხედვით ძმაკაცს ეთამაშეო ერთი ერთზე ფეხბურთი. ეს არის ძმაკაცი. ეს არის ბურთი, უნდა ვითამაშოთ ფეხბურთი ერთი ერთზე. მაგითამაშო თუ დაიწყებს. ჯერ ხელი ჩამომართვი ბიჭო. მომიგორე და დავიწყებ. 5-მდე ხო? როგორ ხანია ფეხბურთი არ მითამაშია. ვაი ბიშალე. სანდა, ვაი. ვახშა კიდე ძალიან ბევრს ხო არ ცდილობ. ვაი, არა. აუ. ოქში გაჩანა. 1-0 მეგობრებო. რა, ნიკა, სულ ეს ახარ. დაიცოდი გავ. ვაუ. ვაი, არა. აუ, გაი. მე გოი დამერხა. ეს ერთი დამიწვე, ხო? მაგას ადრეს ვერ მიხდი? დაიცე, განახილე ხარ როგორ. დამიგორე. ჰა. ვაი, არა. ნიკა, მოდი მოვილაპარაკოთ. ეს ვუთმო უბრალოდ თორე. მეტი კი არაფერი. ხელი უნდა მოვაწერო, მოდი.
კონკურენტული თამაში მიდის. ნუ ეხა ვფიქრობ, სად დაიკლიპება, TikTok-ზე დაიდება, Instagram-ზე თუ YouTube-ზე. რა? არაფერი რა, ედიტები მოგიხოდავენ, მომიხოდავენ. მეგობრებო, დამიედიტეთ რაღაც ხო ის თავზე რომ გადავიტარე რა მაგარი რაღაც გავაკეთე. ეგ მართლა კაი. დამიედიტეთ მაგარი ვარ. ვინც გამიტანოს გეგია. არა, ზმან, გამიტან. So, ტრაქტორა. თამაშის სწავლა უშავს გინდათ? დამიკავშირდით ბიზნეს მეილზე. ფეხბურთი ამ თამაშია? 1-3 წელია ალბათ. So, გავითამაში. არა შენი. Easy. აი ნიკა ხა. მარტივად მოვჩეთ რა. აი, გამატანი. აუ ნიკა რა. წადიში. აუშ. საკმაოდ კარგი თამაში იყო, მინდა აღნიშნო. ასევე. მე მგონი მეგობრებო, გამოვხდეთ სკოლებაზე საკმაოდ კარგად ვითამაში. გეთახმები. ის აგდება იყო კი, ეგ მაგარი. დამიედიტეთ ეგენ TikTok-ზე. დღესაც სულ ის იყო. იმედი ეს სიამოვნეთ, არხი გამოიწეთ, ვიდეოს დალაიქეთ, Instagram-ზე დამოფოლოვეთ და ჩვენ კი შეხვდებით ჩემს ვიდეოში. Peace.